ხასიათი ამ შემთხვევაში იღებს სტრატეგიის მახასიათებლებს ეს და ზოგადად ქაოსი ამ კაცის დამახასიათებელი ნიშანთვისება ეს ჩვენ პირველი ვადიდანაც ვიცით ეს ჩვენ ვიცით მეორე ვადიდან ნუ რაც დაიწყო ის იქნება USAID-ის გაუქმება თუ ასე შიდა პოლიტიკა და ასე შემდეგ ამიტომ არაფერი ახალი არ არის ეს ასე ვთქვათ ის რო ის ასე ვთქვათ ინარჩუნებს ამ მოულოდნელობის ეფექტს ან კარტს თუმცა ერთი რამე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო პოლიტიკას მაინც თავისი კანონები აქვს და აქ ახლა პიროვნული ხასიათები და პიროვნული რაღაც ექსცენტრიულობები, ლიმიტები აქვს თავისი. აი, კარგი მაგალითია, ირანის დაბომბვა კაი მაგალითია, მაგრამ მეორე აი ჩანაწერი რო გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ პუტინს დავემუქრეო, თუ უკრაინას დაბომბავდა მოსკოვს დამბობავდიო და იგივე ჩინეთთან მიმართებაში. მაყურებელს უთხრათ, რომ CNN-მა გამოაქვეყნა სავარაუდო დონალდ ტრამპის აუდიო ჩანაწერები, რომლებიც 2024 წლით თარიღდება. ეს ჩემი აზრით არის უფრო ასე ვთქვათ, ესეთი რა ქვია, ძალის დემონსტრირება და ვიდრე ვთქვათ რეალური მოსკოვის დაბომბვა რო შეიძლებაოდეს ბაიდენის დაბომბვა მარტივად რო ვთქვათ, ხო? ადვილი სათქმელია და ბირთვული სახელმწიფოს და ჩინეთიც და რუსეთიც არიან ბირთვული სახელმწიფოს დედაქალაქები. ესე ვერ დაბომბა. ყოველ შემთხვევაში დაბომბვა, მაგრამ მე იქნება პასუხი და აი აქ უკვე შემოდის, რომ საგარეო პოლიტიკას აქვს თავისი კანონები. კი, ადვილია ლაპარაკი, ირანის დაბომბვა ნამდვილად ადვილია, იმიტომ რომ არანაირი პასუხი ვერანაირ პასუხს ირანი ვერ გასცემს შეერთებულ შტატებს, ხოლო ჩინეთიც და რუსეთიც არის ბირთვული სახელმწიფოები და ზუსტად ამიტომაც ვერ შეიძლება რა თქმა უნდა ახლა ტრამპი ყოველთვის იძახეს მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავი ომი არ დაიწყე ხო ეს მხოლოდ განცხადებებია როგორც ის რომ ომს ერთ დღეში დავასრულებ მე იყო ორ კვირაში მე 6 თვეში ომი დღემდე არ დასრულებულა და ეს არის ურთულესი ომი რომელიც ესე იოლად ვერ დასრულდება მრავალი მიზეზის გამო თუნდაც იმიტომ რომ პრეზიდენტმა პუტინმა პირდაპირ თქვა რომ ან და ეს ბოლო სხვადასხვა ეს ბოლო სატელეფონო ზარში გაჟღერდა და ალბათ იმიტომაც არის ტრამპი უკმაყოფილო რომ ეს ეგრეთ წოდებული ფლირტი დამთავრდა ეს ეგრეთ წოდებული ბურუსი რო კი ჩვენ შვიდობა გვინდა მაგრამ უკრაინელები არ ვთანხმდებიან და მოდი ვილაპარაკოთ დამთავრდა ბოლო სატელეფონო ზარში ეთყობა პირდაპირ უთხრა რომ ან უკრაინელები იმ პირობებს რაც ჩვენ სტამბოლში წარუდგინეთ მიიღებენ ან ომი გაგრძელდება არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება და ეს მედინსკის პირითაც გაჟღერდა რომ ჩვენ ვიომებთ იქამდე სანამდე საჭიროა შესაბამისად ეს ომი ესე იოლად ვერ დასრულდება და დონალდ ტრამპის ეს სიტყვებად დარჩება როგორც ის რომ ახლა პეკინს დაბომბავ და მოსკოვს დაბომბავ კიდე ერთხელ ჟღერს რომ ეს რაღაცა ეს კავბოის მენტალობა მაგრამ რეალურად წარმოუდგენელია ხო თუ საპასუხო პასუხს არ ელოდები ან ეგ უკვე ხა სამხედრო სტრატეგია ვერ გაუნადგურებ იმდენად ახლა ბირთვულ არსენალს რომ ერთი რაკეტაც ვერ გიპასუხოს ვერ ჩინეთმა ვერც რუსეთმა. გასაგებია რომ ამ ნაბიჯზე არ წავა, რაც გულისხმობს მაგალითად მოსკოვის დაბომბვას, რადგან იყო საუბარი ამ აუდიო ჩანაწერებში, მაგრამ აი რა ნაბიჯებს ელოდებით დონალდ ტრამპის დღეს ფრიდრიხ მერცს ჰქონდა სხვაჩორის ძალიან საგულისხმო განცხადება, მან თქვა რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის რესურსი უკვე ამოწურულია. ეს ჩანს თუ არა, უკვე ძალიან ისე მკაფიოდ ტრამპის განცხადებებში მათ შორის. კი ბატონო, თუ ახლა ფრიდრიხ მერცზე რო ვილაპარაკო რო აირჩიეს ეს ტაურუსებზე სერიოზულად გაქრა ლაპარაკი ხო იგივეა აი შემოდის ისევ ის რომ პოლიტიკას აქვს თავისი კანონები და ლაპარაკი იოლია რომ ტაურუსებს მივცემთ უკრაინას რატო ასე არ ვიცი ხო ჩაიფარცხა ხო ფაქტია ჩაიფარცხა შეიძლება მისცენ შეიძლება არ მისცენ შეიძლება კომპონენტები მისცენ მაგრამ იგივეა რომ და ჩვენ მივდივართ იმ პრობლემამდე იმ სტრატეგიულ პრობლემამდე რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა როგორ გაამარჯვებინო უკრაინას ისე რომ დასუსტებული ბირთვული სახელმწიფო არ წავიდეს ბირთვულ ესკალაციაზე. ამიტომ იყო ბაიდენის მიუხედავად კრიტიკისა, რომელსაც ტრამპი და სხვები იყენებენ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, იმიტომ იყო რომ უკრაინას მეტრებს და კილომეტრებს უთვლიდნენ აქ ისროლეთ, აქ არ ისროლოთ, ყირიმს ესროლეთ, აქ არ ისროლოთ, იმიტომ რომ იყო აი ეს ერთის მხრივ სტრატეგიულად გამოუვალი მდგომარეობა, რომ ისე გააძლიერო უკრაინა და ისე დაასუსტო რუსეთი, რომ არ გაიზარდოს ბირთვული ომის საფრთხე. ეს არის ურთულესი მოცემულობა, ესე ვერ გადაწყდება და აქედან არის ყველა ის გამომდინარე ნაბიჯები, რომელსაც შეიძლება ხმამაღლა არ ამბობენ, ის რომ დღემდე თქვა უკრაინას აქვს ტაურუსი არ აქვს ეს შორსმავალი რაკეტების გადაცემა პრობლემატურია. ეს ხო ყველაფერი აქედან მომდინარეობს, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და ეს ბირთვული ესკალაცია მათ არ უნდათ. და აქედან გამომდინარეობს ეს თქვათ რასიზმს ტრამპი ხო თქვენ მკითხეთ. აქ უკვე შემოდის აქვს თუ არა ტრამპს ესკალაციის თავი, ანუ აქვს თუ არა ამერიკას საკმარისი იარაღი
რომ თქვათ კიდევ უფრო ბაიდენის ლიმიტებზე მეტად გააძლიეროს უკრაინა, იმიტომ რომ პუტინის გათვლა არის რომ ვიომებთ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე თქვენთვის და საბოლოოდ თქვენ უფრო დაიღლებით ვიდრე მე. ეს არის პუტინის გათვლა, იმიტომ რომ გათვლა არის რომ პირველი ეს სამხედრო კომპონენტი და მეორე რომ დასავლეთში დემოკრატიებია და იქ ეს შიდა წინააღმდეგობები აუცილებლად შეაფერხებს უკრაინის დახმარებას. ჩვენ ეს ვნახეთ, როდესაც თქვათ ამერიკის კონგრესში უკრაინის დახმარება 6 თვე მძევლად იყო აყვანილი, თუ გახსოვთ, ხო, 6 თვე დაჭირდა რომ ეს კანონი მიიღოს. თქვათ გაზეთში Guardian-ში გუშინ ეწერა რომ ამერიკას დარჩა აუცილებელი პატრიოტი ეს რაკეტები, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებს აგავს, მხოლოდ 25%. იმიტომ ირანმა ძალიან ბევრი წაიღო. ხო, აქ უკვე არის ლაპარაკი სუფთა სამხედრო, ტექნიკურ და სამრეწველო შესაძლებლობებზე. აქვს თუ არა დონალდ ტრამპს ესკალაციის თავი, ანუ რამდენი ჯერ მეტი იარაღი უნდა მიცე უკრაინას, რომ თქვათ ფრონტზე ისეთი შედეგი დადგეს, რომელიც აიძულებს პუტინს რომ რაღაცა უფრო დიდ დათმობებზე წამოვიდეს. პუტინის გათვლა ალბათ არის, რომ თუ არ დაუზავდი, მე რა? აი რა იქნება, ხო? თქვათ ეს შორს მავალი რაკეტები, რომელსაც მოიგერებს, ვერ მოიგერებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი დაზავებას არ აპირებს, ეს პირდაპირ ითქვა. არც სანქციებს ექნება ეფექტი ამ თვალსაზრისით. ახლა რაც შეეხება სანქციებს. სანქციებს აქვს ეფექტი და მომავალ ახლა მე არ ვიცი რა იგეგმება, ამბობენ რომ ძალიან მკაცრი სანქციები იგეგმება. რა თქმა უნდა, სანქციებს აქვს ეფექტი იმ კუთხით რომ მტკივნეულია. რამდენად სანქციას შეძლებს იმას, რისთვისაც ის არის, თქვა შექმნილი, რომ შეაცვლევინოს გადაწყვეტილება, ეს ზოგადად იშვიათობაა, ხო, ხა კუბის ემბარგოს 60 წელია და რეჟიმის ცვლილება არ მომხდარა. ირანის შემთხვევაში სხვათა შორის სხვა შედეგი მივიღეთ. ხა ობამამ გაუნახევრა, ხო, ირანს ის რა ქვია, მთლიანი შიდა პროდუქტი და რის შედეგად ირანი წამოვიდა რაღაც მოლაპარაკებებზე, იმიტომ ძალიან უჭირდათ. რაც შეეხება რუსეთს, 3 წელია რუსეთი სანქციების ქვეშ ცხოვრობს, რა თქმა უნდა უჭირთ, რა თქმა უნდა ცდილობენ რაღაცები დააკლდათ, რაღაცები არ დააკლდათ, მაგრამ როგორც ხედავთ ის რომ ომი შეაჩეროს, ჯერჯერობით ეს სანქციებს არ გამოსულიათ. შეიძლება, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ეფექტი რუსეთის გამოფიტვის დადგეს, თუმცა ამ მომენტისთვის ეს გამოფიტვა არ დამდგარა. ის მომავალი სანქციებით პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა სანქციებია, ხო? იქნება ეს ნავთობზე, იქნება რა თქმა უნდა ეს იქნება მტკივნეული, რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს რუსეთის გამოფიტვას, თუმცა ილუზიები ნუ გვექნება. ახლა ბირთვული ზესახელმწიფო ამ ომს არ გააჩერებს, ხო? ახლა ბოლოს და ბოლოს მოსკოვის გარეთ მართლა ხალხს შეჯამენ, მაგრამ ამ ომს გააგრძელებენ, ასეთი გამოცდილებაც აქვს ამ ქვეყანას. ამიტომ რა თქმა უნდა წნეხი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ილუზია რომ ომი გაჩერდება, მე არ მაქვს. იმიტომ რომ ეს ომი ეგზისტენციურ დაახლოებით ესე პუტინისთვის ჯერჯერობით ეგზისტენციალური ნიშნების მატარებელია. დიახ. და კიდევ ერთი საკითხი ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკა დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით და ამ კონტექსტში საუბარია გარკვეულ დერეფნებზე, რომელთა მიმართაც ინტერესს არ მალავს პრინციპში შეერთებული შტატები. ეს შეიძლება თუ არა ნიშნავდეს იმას, რომ საქართველოს შუა დერეფნის კონტექსტში მაინცსა და მაინც პრიორიტეტული აღარ იქნება თქვათ ამერიკისთვის. ხო, პირველ რიგში აქ უნდა ითქვას, რომ ძალიან შორეული პერსპექტივა ჯერ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უნდა დამყარდეს და მე რაღაცა კორიდორები, რომელიც ამოქმედება, ხო, იქ ან გასადენმა უნდა გაიაროს, ან რკინიგზამ უკაცრავად უნდა გაიაროს, ან ამ კუთხით ეს შორეული პერსპექტივა, ამიტომ რაღაც ახლო და პერსპექტივას ჩვენ არაფერი გვემუქრება, არ გვემუქრება ალტერნატიული. შორეულ პერსპექტივაში რა თქმა უნდა თუ დაალაგდა, კი, შეიძლება გაიხსნას ალტერნატიული კორიდორი, რაც ცუდი არ იქნება. ორი აქ შეიძლება ელაპარაკო, რომ უბრალოდ ტვირთები გაიზრდება და ანუ ჩვენ არაფერი არ დაგვაკვდება, იქ მოიმატებს. იმიტომ რომ ყოველთვის იყო ხოლმე ხო ლაპარაკი, რომ აი რაღაცა თუ გაიხსნა, ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს, რომ აი რაღაცა, თქო, რომელიმე ენერგეტიკული დერეფანი, იმიტომ რომ ალტერნატიული გახსნილი იყოს, ძალიან შესუსტებული იყოს, ხო? რაღაცა, რა თქმა უნდა, რაღაცა ნაკადების გადაადგილება და რეადაპტაცია იქნება, მაგრამ იმ კუთხით, რომ ხა საქართველოს ეს სტრატეგიული თუ ნახევრად სტრატეგიული მდებარეობა რამე კუთხით ჯერჯერობით შესუსტეს, მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. და ამასთან ერთად ელჩი რობინ დანიგანი მიდის, ამის პარალელურად ვხედავთ საკმაოდ მწვავე განცხადებებს მისგან, მაგალითად რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მოკლედ ურთიერთობები და ამის გამოსასწორებლად მისივე სიტყვებით არაფერს აკეთებს მმართველი პარტია. თქვენ როგორ გესახებათ ეს პროცესი, როგორ უნდა გაუმჯობესდეს და დარეგულირდეს ურთიერთობები, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ერთი მხრივ ვაშინგტონმა და მეორე მხრივ თბილისმა?
დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა, აქაც შემოდის ის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კანონი, საერთაშორისო ძალთა ბალანსი, ან ამ შემთხვევაში დისბალანსი, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები განუზომლად ძლიერია საქართველოზე. შესაბამისად, ჩვენ ინტერესებში უფრო უნდა შედიოდეს, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგება, ვიდრე პირიქით. რა აკლდება დონალდ ტრამპს თუ ჩვენ არ დაგვილაგდა არაფერი დედამიწის ზურგზე, ხო? ამ მოცემულობიდან რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გადავდგათ პირველიც და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა ქალბატონმა ელჩმა ბრძანა თქვათ ჩვენ არ ვიცით მეორე და მესამე, მაგრამ პირველი ბრძანა რომ აი ეს რიტორიკის გადალაგება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ ველოდები რიტორიკის გადალაგებას, იმიტომ რომ რიტორიკის გადალაგება ნიშნავს რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს რომ აი ამერიკის ელჩი არ გეგმავდა რაც ტვიტერზე საჯაროდ დაწერეს აქ რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებებს, რომლის მიზანი აქ მეორე ფრონტის გახსნა იყო, ეს ახლა იქნება რაღაცა იდეოლოგიური ერთ-ერთი ბოძის გამოცვლა ქართული ოცნებისთვის, რასაც მე მგონი ისინი არ წავლენ და ისინი რო არ მიდიან ასეთ ნაბიჯებზე ეს ჩანს რომ რა ვიცი 6 თვეა ტრამპის ადმინისტრაცია მოსულია რამდენიმე თვე ჩვენ გვესწრით რომ ჩვენ გადავეცით საქართველოს მთავრობას მესიჯები თუ რა არის გასაკეთებელი არავინ არ ჩქარავს ამის გაკეთებას და აქ შეიძლება ისიც იყოს რომ მიუხედავად განცხადებებისა რომ ჩვენ ტრამპთან დალაგება გვინდა რა თქმა უნდა ყველას უნდა ამერიკასთან დალაგება ოღონდ ჩვენი პირობებით რომ მაღიერეთ რომ მე ვარ ერისთავი ნუ მთხოვ დემოკრატიას ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ თუ არ გამოდის აი ეს ბურუსი რატომაც არა ხო ნუ იქნება ზედმეტი ესკალაცია მაგრამ თუ არ გამოდის იყოს ეს ასე ვთქვათ გაურკვევლობა და გაციებული ურთიერთობები იმიტომ რომ იმ ვთქვათ საქართველოს მთავრობის გადმოსახედიდან ალბათ ხო რა ნაბიჯებს ვთხოვთ ჩემთვის ეს უფრო დამაზიანებელია მე ამ ფას არ გადავიხდე შესაძლოა იყოს ეს გაურკვევლობა და ბურუსი და ბოლოს ძალიან მოკლედ მეგობარ აქცე მინდა თქვენი აზრის მოსმენა რამდენად რეალისტურად გესახებათ მისი საბოლოო დამტკიცება მოაწერს ხო თუ არა აი ამ დოკუმენტს ხელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა ითქვას რომ მოაწერს თუ არ მოაწერს შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აღმასრულებელ ბიუროკრატიას აქვს ყველა ასე ვთქვათ ინსტრუმენტი ხელში რომ იქ რაც იმ აქტში რაც არის გათვალისწინებული ის აქტი უბრალოდ პროაქტიულად ავალებს რომ რაღაცები განხორციელდეს ის დღესაც შეუძლიათ ხო ბაიდენს არანაირი კანონი არ მიუღია საქართველოსა და ვინ საჭირო იყო და თuliდნენ დაასანქცირეს შესაბამისად ის საკითხი რომ რამე კანონი სჭირდება ამერიკის პრეზიდენტს რომ აქვინვე დაასანქციროს რა თქმა უნდა ესე არ არის ამერიკის პრეზიდენტს სრული იურიდიული ძალაუფლება აქვს რომ დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ადამიანი დაასანქციროს ეს ერთი ახლა მეორე რამდენ პერსპექტივა ხო ამ კანონის ეს კანონი უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატამ არაერთხელ მithქვამს რომ ჯერჯერობით არ ჩანს პოლიტიკოსი რომელიც სიტყვას შეაწევს ქართულ ოცნებას საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული ესე ვთქვათ დამოკიდებულება არის კონსენსუსი ჩვენ არ ვართ არც კუბა არც ისრაელი საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში განსხვავებული აზრი ჯერჯერობით არ სუფებს ხო ნუ თუ კიმბერლი ლოუს არ ჩავთვლით მაინდა-მაინც სხვა განსხვავებული აზრი ჩვენ არ მოგვისმენია შესაბამისად იმ კუთხით რომ ვინმე წინააღმდეგ წავიდეს ამ აქტის მე ვერ ხედავ ანუ თუ იქნა პოლიტიკური ნება აუცილებლად მიიღებენ აქ უკვე ადმინისტრაციის მხრიდან და კონგრესის მხრიდან მოლაპარაკებები იმიტომ რომ ერთი ადმინისტრაცია შეიძლება საქართველოს მთავრობას ევაჭრება რომ თუ რაღაცას არ გადადგავთ ჩვენ ამ კანონს წინ წავწევთ ან კანონის მოწერის შემდეგაც შეიძლება ივაჭრობა იმიტომ ეს კანონი უამრავ დათქმას ითვალისწინებს რომ პრეზიდენტ შეუძლია გადაავადოს ან არ გადაავადოს რაღაცა დებულებების ამოქმედება და მეორე უკვე თვითონ ადმინისტრაციის სურვილი იმიტომ რომ იქ რაღაცა რეპორტების გამოქვეყნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ რეორგანიზაციაში მყოფ სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენად სურვილი აქვს რომ ეს ბიუროკრატიული ტვირთი აიკიდოს ამიტომ ამ ხრივ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გამოჩნდება მიიღებენ თუ არა, მაგრამ მიიღების გარეშეც სრული ბერკეტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე.